მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეო ჩანაწერში შემოგთავაზებთ ტაროს საჯარო პროგნოზს თემაზე, რა ენერგიები, რა სიახლეები შემოვა თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში ამ წლის გაზაფხულზე და ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ვიდეო ჩანაწერში ჩვენ გვექნება საჯარო ტაროს პროგნოზი სასწორებისთვის, მორიელებისა და მშვილდოსნებისთვის. და მოდით ვნახოთ ტაროს პროგნოზი ამ სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის 2025 წლის გაზაფხულის ტენდენციები სასწორების, მორიელებისა და მშვილდოსნებისთვის. სასწორებისთვის მორიელებისთვის და მშვილდოსნებისთვის. სასწორებისთვის ამ წლის გაზაფხული სასწორებს მოუტანს გარკვეულ გაუგებრობებს. შესაძლოა მენტალურ, ემოციურ დონეზე უფრო ესე გარკვეული შეუთანხმებლობები, უთანხმოებები უბრალოდ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არიან მასთან დაახლოებულნი ოჯახურად. შესაძლებელია ეს იყვნენ ოჯახის წევრებიც კი. ვინაიდან ჩვენ სახეზე გვაქვს წარმოდგენილი ესეთი ხმლების კარტები, ხმლების სტიქის და ამავე დროს ოჯახური თემატიკის არკანი, ისეთი არკანი, რომელიც გვიჩვენებს ჩვენს ჭიდრო ოჯახურ ურთიერთობებს, კავშირებს ჩვენს ოჯახის წევრებთან, ჩვენს გარემოცვასთან, ასევე შესაძლებელია ეს იყოს დაკავშირებული ისეთ ადამიანებთან, ან ადამიანთან, რომელიც ჩვენთვის წარმოადგენს ერთგვარ სულიერ მასწავლებელს, გურუს, მრჩეველს, თუნდაც სულიერ დამრიგებელს, მოძღვარს, ხო? აქ მაინც რელიგიურ კონტექსტს არ მოვიაზრებ, თუმცა ესეც შესაძლებელია იყოს. შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ რაღაცა გარემოებებს ვერ ხედავთ, რაღაცა გარემოებებთან მიმართებაში ერთგვარი სისუსტე იგრძნოთ, ენერგიის ნაკლებობა. ისეთი ტენდენციები წამოვიდეს ამ წლის გაზაფხულზე თქვენს ცხოვრებაში, ისეთი გარემოებები განვითარდეს, რომ თქვენ თავი ერთგვარად ხელფეხშეკრულად, შებოჭილად იგრძნოთ და ჩათვალოთ, რომ რაღაცა გარკვეულ გარემოებებთან მიმართებაში, გარკვეულ თემებთან მიმართებაში და ეს უფრო დაკავშირებული იქნება, როგორც აღვნიშნე, ან ოჯახურ გარემოებებთან, ოჯახურ წრესთან, ოჯახურ კავშირებთან, ასევე სულიერ მასწავლებელთან, სულიერ გურუსთან, მრჩეველთან, მოძღვართან, ისეთ ადამიანთან შესაძლებელია არც არანაირი ესეთი კონკრეტული სულიერი იერარქიიდან ან სტატუსით არ იყოს ეს ადამიანი, მაგრამ თქვენთვის წარმოადგენდეს სულიერ მრჩეველს, თქვენთვის წარმოადგენდეს უფროს მეგობარს, თუნდაც, რომელიც ამავდროულად დაახლოებულია თქვენს ოჯახთან, აი ასეთ ადამიანთან ერთგვარი შეუთანხმებლობა, ერთგვარი წინააღმდეგობები წარმოიშვას, რომელიც თქვენ თავს გაგრძნობინებთ სუსტად, ხელფეხშეკრულად და რაღაცნაირად შებოჭილად. შესაძლებელია თქვენ ჩათვალოთ, რომ ოჯახური ტრადიციები, ზედმეტი გადაჭარბებული კონსერვატიზმი, ტრადიციულობა, ხო, ანუ ჭარბი ესეთი დოგმატური წესები, რომელიც დააწესა თქვენმა ოჯახმა და კონკრეტულად თქვენთან მიმართებაში მუშაობდა ეს ყველაფერი გარკვეული პერიოდი, აი რაღაცა დროის გასვლის შემდგომ, ანუ ამ წლის გაზაფხულიდან თქვენ იგრძნოთ, რომ აი ეს ოჯახური კონსერვატიზმი, ზედმეტი ტრადიციულობა, ზედმეტი პრეტენზიულობა ოჯახის მხრიდან, ამ თვალსაზრისით, თქვენ თავს გაგრძნობინებთ ერთგვარ სულიერ უფრო მენტალურ ციხეში, ხო? აქ ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც არის ხელფეხშებორკილი.
აქ გამოსავალი არსებული მოცემულობიდან თუ ამ არკანებს შევხედავთ, არის ის, რომ შესაძლებელია არც ის ერთულად იყოს საქმე, როგორც თქვენ ხედავთ და თქვენი შეგრძნებები როგორც კარნახობენ, შესაძლებელია გამოსავალი იყოს ერთგვარ კომპრომისში, თუნდაც დროებით გარიდებაში არსებული მოცემულობიდან და თქვენი სულიერი მდგომარეობის განვითარებაში, თქვენს სულიერ განვითარებაში, უფრო სწორედ თქვენი მენტალური მდგომარეობის ამაღლებაში, იმისთვის, რომ აი ამ მდგომარეობიდან ერთგვარი მენტალური ციხიდან გამოხვიდეთ, ხომ? თქვენ შეგიძლიათ თქვენი მორალური ღირებულებები თავად დააწესოთ თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სულიერი მზაობა და აი ამ მორალური ღირებულებებით, რომელსაც თავად განსაზღვრავთ და თავად შეადგენთ ასეთ შინაგან წესს თქვენს ცხოვრებაში, შემდგომ აი ამ წესებით ითამაშოთ თქვენ სათამაშო მოედანზე, ანუ თქვენ ცხოვრებაში ამ წესების და მიხედვით იცხოვროთ და არა სხვის მიერ, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, ან თუნდაც სულიერი მრჩევლის, მასწავლებლის, გურუს მიერ დადგენილი და განსაზღვრული წესებით, რომლებიც თქვენ იგრძნობთ ყოველ შემთხვევაში ამის გაზაფხულიდან, რომ გეზედმეტებათ თქვენს ცხოვრებაში. აი ესეთი ენერგიები შემოდის სასწორების ცხოვრებაში, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ, რა ენერგიები შემოდის უკვე მორიელების ცხოვრებაში. მორიელების შემთხვევაში არის რაღაც გარკვეული გარემოებები, რომელსაც თქვენ შესაძლებელია ვერ ხედავდეთ, ხო? ესენი შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მოვლენები თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც თქვენი აღქმის, თქვენი რეალისტური აღქმის მიღმაა და არსებობს ესეთი გარემოებები. თუმცა ვფიქრობ, რომ თქვენი თავისუფლების მოყვარე ბუნებით, თქვენი დაუოკებელი სწრაფვით, თავისუფლებისკენ, დამოუკიდებლობისკენ, ახალი, ასე ვთქვათ, სამყაროების შემეცნებისკენ, თუნდაც მოგზაურობისკენ და ახალი სივრცეების დაპყრობისკენ მოგცემთ იმის შანსს ამ წლის გაზაფხულიდან, რომ აი ამ ერთგვარი ილუზორული მდგომარეობიდან, ერთგვარი მენტალური სიბრმავის მდგომარეობიდან, ხედავთ ხომ, ფიგურას აქვს თვალები ახალქეული, გამოხვიდეთ და შეიმეცნოთ ახალი სამყაროები, შექმნათ სრულიად ახალი სამყარო თქვენი ცხოვრებისა, დაიწყოთ ყველაფერი ახალი ფურცლიდან, რაც ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, შესაძლებელი ერთის მხრივ ქაოსს, მაგრამ მეორეს მხრივ მრავალ სიახლეს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ისეთ სიახლეს, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან, ისეთ მოგზაურობასთან, რომელიც სწავლის პროცესთან არის დაკავშირებული, ახალ სამეგობრო წრესთან, ახალ ადამიანებთან, ახალ გარემოებებთან, რომელიც ბევრ სიკეთეს მოგიტანთ, მე ვფიქრობ, ვინაიდან თქვენ ამ წლის გაზაფხულზე გადადიხართ ესეთი პენტაკლების მეფის ენერგიებში, ეს არის ადამიანი, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა აქ მართალია მამრობითი სქესის არკანია, კარის კარტია ამოსული, მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ენერგიები შეეხებოდეს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს, ეს არის სულიერი მატერიალურ დონეზე უფრო მნახველად თუ ვიტყვით, უფრო მატერიალურ დონეზე ეს მკაფიოდ გამოხატული ადამიანი, რომელიც თავს გრძნობს დაცულად, სტაბილურად, მან თავისი სამყარო შექმნა, სადაც ის აბსოლუტურად მმართველია თავისი რეალობისა, ხო? აი ერთგვარი ილუზორული მდგომარეობიდან გამოსვლის შემდგომ გადადიხართ ისეთ ენერგიებში, რომელსაც მოაქვს ბევრი სიახლე თქვენ ცხოვრებაში, ესეთი სამეგობრო წრე შეიძლება სრულიად ახალი ადამიანებით იყოს ეს გამოხატული, ახალი თვითონ სივრცეებით, ხო? შეიძლება ქვეყანა შეიცვალოთ, შეიძლება სასწავლებლად წახვიდეთ სადმე.
შეიძლება ახალი სამსახურიც კი იყოს ეს ახალი სამსახურის დაწყება, სადაც ახალ ადამიანებს გაიცნობთ. რომელიც მოგიტანთ ისეთ სტაბილურობას, რომელიც არ გქონიათ აქამდე, არ გაქვთ დღეის მდგომარეობი და გექნებათ ამ წელს გაზაფხულიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ საკმაოდ ესეთ სტაბილურ, ძლიერ ჩამოყალიბებულ მშვიდ ადამიანს, რომელიც გაცნობიერებულია თავის რეალობაში, მმართველია თავის რეალობის, ფინანსურად არის საკმაოდ სტაბილურ მდგომარეობაში. შესაძლებელია ეს იყოს ესეთი დაწინაურებული, სამსახურებრივად დაწინაურებული ადამიანი, რომელსაც არ ეშინია მომავლის, იმიტომ რომ ის ფინანსურად მყარად დგას, ხო, ფეხზე. აი, ესეთი ენერგიები შემოდის მორიელების ცხოვრებაში ამ წლის გაზაფხულზე, ესეთი ტენდენციებია, ხო? და მოდით ვნახოთ ბოლო, ასე ვთქვათ, ამ ბაშკის, ამ ვიდეო ჩართვის ბოლო ზოდიაქო, ეს არის მშვილდოსანი. მშვილდოსნების შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ მშვილდოსნებისთვის ერთობ მახლობელ ენერგიებს, ეს არის ცეცხლის სტიქია, თვითონ მშვილდოსანი ცეცხლის სტიქის ზოდიაქოს წარმოადგენს, მოგეხსენებათ, მას მართავს პლანეტა იუპიტერი და სხვათა შორის ამ არკანის ენერგიებიც დაკავშირებულია სწორედ იუპიტერიან ისეულ თემებთან, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის გაფართოება, მოგზაურობა, მსოფლმხედველობის გაფართოება, ხო? ხოლო შემდგომი არკანი, ეს არის არკანი მაგი, გვესაუბრება, რომ თქვენ ამ წლის გაზაფხულზე შესაძლებელია რაღაცა ახალი იდეა განახორციელოთ, რომელიც თქვენ არკან მაგის ენერგიებში გადაგიყვანთ. ეს არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად მმართველია თავისი რეალობის, ხო? არკანი მაგი ფლობს დედამიწაზე არსებულ 4-ვე სტიქიას და აი ამ 4 სტიქიის ძალით არკან მაგს, ანუ ჯადოქარს შეუძლია ერთგვარი ჯადოსნობების, ჯადოქრობების ჩადენაც, ხო? ამ სტიქიების დახმარება. და ესეთი ადამიანი ამოდის, ხო? ასეთი ადამიანის ენერგიები, რომელიც თავის ცეცხლოვან ენერგიას, თავის ესეთ ზღვა ენერგიას, რომელიც არის მასში, მუხტს, შეასხავს ხორცს, რაღაც კონკრეტულ ჩანაფიქრთან მიმართებაში. ეს შეიძლება იყოს რაღაც ახალი იდეა, ახალი პროექტი, ახალი საქმიანობა, თუნდაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ბიზნესთან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს რა სიტუაციასაც არ უნდა შეეხებოდეს, ეს ყველაფერი თქვენ ამ შემთხვევაში გეხმარებიან თქვენი კომფორტის ზონაში არსებული ადამიანები, შესაძლებელია ეს არ იყოს მაინდამაინც თქვა რაღაცა საქმეში უშუალო ჩართულობა, მაგრამ ემოციურ თანადგომას გიწევენ და კომფორტის ზონას გიქმნიან. შეიძლება ეს იყოს პარტნიორი, ოჯახის წევრი, თქვა მეუღლე და ასე შემდეგ. აქ ჩვენ ვხედავთ ესე ძალიან მშვიდ თბილ გარემოს, სადაც ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს, ხო? აი ამ იდეების განხორციელების პროცესში, ან თქვენი კონკრეტული ჩანაფიქრების განხორციელების პროცესში თქვენ კომფორტის ზონას გიქმნიან თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ემოციურ სტაბილურობას იმისთვის, რომ თქვენი ცეცხლოვანი ენერგიები მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, განახორციელოთ და გამოხატოთ მატერიაში და იყოთ თავდაჯერებული, ხო? ისეთივე თავდაჯერებული, როგორიც არის არკანი მაგი. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესოა გაზაფხული გელოდებათ მშვილდოსნებს. ასეთი პროგნოზი მოგცა ტარო მშვილდოსნებთან დაკავშირებით. თუ რეზონირდა, მეგობრებო, აღნიშნული ინფორმაცია, პროგნოზები თქვენთან მიმართებაში, ჩემი თხოვნა იქნება მოიწონოთ და გააზიაროთ აღნიშნული ვიდეო, ხოლო უფრო დეტალური პირადი კონსულტაციებისთვის იქნება ეს ტაროს სეანსები, თუ იქნება ეს რუნებით კონსულტაციები და ასევე ბედის მატრიცის ანალიზი. თქვენ შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.